2025 წლის 14 აგვისტოს ტელეკომპანია იმედმა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა მასალა სათაურით ძლიერი ინსტიტუტების ინდექსით საქართველოს ხელისუფლებამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და სოფლიოში 34 ადგილზე გავიდა. საუბარია Chandler Good Government Index-ზე, რომელიც სოფლიოს 104 ქვეყნის მმართველობის ხარისხს სხვადასხვა კრიტერიუმით ზომავს. მანიპულაციური ფორმულირება მალევე აიტაცეს ქართულ ოცნებაში. მეტიც პარტიის ლიდერები პირდაპირ ამტკიცებდნენ, რომ კვლევა თითქოს და ევროკომისიის დაკვეთით არის მომზადებული. პირველი, რეალურად Chandler-ის კარგი მმართველობის ინდექსი მზადდება დამოუკიდებელი ორგანიზაცია Chandler-ის მმართველობის ინსტიტუტის მიერ. ევროკომისია მის მომზადებას არც უკვეთავს და არც აფინანსებს. სხვა მრავალ საერთაშორისო ანგარიშთან ერთად ის მხოლოდ აქვეყნებს მას საკუთარ ოფიციალურ პორტალზე, როგორც დამატებით რესურს ევროკავშირის წევრი ქვეყნების თუ წევრობის მსურველი ქვეყნების მმართველობის შეფასებისთვის. ამ საკითხს 21 აგვისტოს საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკომისიის სპიკერი ანიტა ჰიპერის გამოეხმაურა მან გავრცელებულ ბრალდებებს კვლევის ევროკომისიასთან შემხევლობის შესახებ ცდარი უწოდა და აღნიშნა, რომ ანგარიში არ ყოფილა მოთხოვნილი და მხარდაჭერილი ევროკომისიის მიერ. Chandler-ის ინსტიტუტი არც ევროკომისიის ნაწილია, არც კომისიის სახელით ლაპარაკობსო. მეორე საკითხი. Chandler Good Government Index ძირითადად წარმოადგენს სხვა არსებული კვლევების და ღიად ხელმისაწვდომი მონაცემების ბაზების კომპილაციას. მაგალითად, ძლიერი ინსტიტუტების კომპონენტი მოიცავს 5 მიმართულებას: კოორდინაცია, მონიტორინგი, ანგარიშვალდებულება, იმპლემენტაცია და ბიუროკრატიის ხარისხი. თითოეული ეს მიმართულება თავის მხრივ დაფუძნებულია სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევებსა და მონაცემებზე, მათ შორის BTI პროჯექტი, მსოფლიო ბანკი, გაერო, Economist Intelligence Unity და სხვა. 6-დან 1 კვლევა, რომელსაც ინდექსის ეს ნაწილი, ძლიერი ინსტიტუტების ნაწილი ეფუძნება, 2022 წელს გამოქვეყნდა. 2 2023 წელს, ხოლო 3 2024 წელს. ამასთან, ამ კვლევების, ანუ პირველადი კვლევების მეთოდოლოგიებს თუ გადავხედავთ, ძირითადად ეს კვლევები ასახავს არა გამოქვეყნების წლის, არამედ წინა წლის მდგომარეობას. ეს მიუთითებს, რომ მოცემული კვლევა ფაქტობრივად ვერ აჩვენებს საქართველოში დემოკრატიის გაუარესების იმ უახლეს ტენდენციებს, რომლებიც ბოლო პერიოდში კაფიოდ გამოვლინდა. კერძოდ 2025 წელს გამოქვეყნებული დოკუმენტი ეყრდნობა 2021-2023 წლებში შეგროვებულ მონაცემებს, რაც ნიშნავს, რომ ეგრეთ წოდებული რუსული კანონის მიღებიდან 2024 წლის არჩევნებამდე განვითარებული მოვლენები და 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდგომ დაწყებული საპროტესტო აქციების განსაკუთრებული სტატისტიკით დაშლა ამ კვლევების საანგარიშო პერიოდში საერთოდ ვერ ხვდებოდა და შესაბამისად ავტორიტარიზმის ის ტენდენციები, რომლებზეც ყველა ავტორიტეტული ორგანიზაცია საუბრობს, კვლევის მიღმა დარჩა. ამაში დასარწმუნებლად შეგვიძლია ვნახოთ ეუთო ოდირის განცხადება დისპროპორციული ძალის გამოყენებაზე, Human Rights Watch-ის განცხადება წამებაზე, Amnesty International-ის განცხადებები საქართველოში მიღებულ დრაკონულ კანონმდებლობაზე და ძალის უკანონო გამოყენებაზე და ასე შემდეგ. და ბოლოს, ინდექსის ამგვარი არასწორი ინტერპრეტაციის ფარგლებშიც კი იმედი და ქართული ოცნების ლიდერები კიდევ ერთ манипуляციას მიმართავენ და მკითხველს შერჩევითად დადებით სურათს თავაზობენ. უგულებელყოფენ რა იმ სფეროებს, რომლებშიც ქვეყანას ამ ინდექსის ფარგლებშიც კი სერიოზული გამოწვევები აქვს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო მედია მსგავს ტექნიკას იყენებს. სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგის მონაცემებით манипуლირებს, რათა მთავრობის საქმიანობის შესახებ გადაჭარბებულად პოზიტიური წარმოდგენა შექმნას. უფრო მეტი დეტალი შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ სტატიაში, მანამდე გამოიწერეთ Geofacts-ის ეს არხი და დაელოდეთ სხვა ვიდეოებს.